ჰენდტუტორით რეაბილიტაცია მიეკუთვნება ბიოფიდბექ თერაპიის მეთოდს, რომელიც გამოიყენება ზედაკიდურების მოტორული დარღვევების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მოქმედებების შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია მხრისა და მტევნის თავისუფალი მოძრაობის უნარი, რომლის შეზღუდვაც არაერთ სირთულესთან ასოცირდება. მხრისა და მტევნის ფუნქციის დარღვევები შეიძლება გამოწვეული იყოს ნევროლოგიური, ორთოპედიული დაავადებებით, მაგალითად როგორიცაა ინსულტი, ცერებრალური დამბლა, ზურგის ტვინის დაზიანება, ხელის ტრამვები, პარკინსონის დაავადება, ოპერაციული ჩარევები. ჰენდტუტორი წარმოადგენს ერგონომიულ ხელთათმას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ხელის მტევანზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელის მტევნის კუნთოვანი სისტემა მკვეთრად არის შეცვლილი, ხელთათმანის მოხმარება საკმაოდ კომფორტულია. ჰენდტუტორის კომპლექსი გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე სადიაგნოსტიკო მიზნით. მისი საშუალებით ხდება ზედაკიდურის აქტიური და პასიური მოძრაობების შეფასება. ხელთათმაზე ფიქსირებული სენსორების საშუალებით ხდება მაჯისა და თითების მოძრაობის, ხარისხის, მოცულობისა და სიჩქარის პროგრამული ასახვა. აკუსტიკური და ვიზუალური სიგნალები ხელს უწყობს ძველი ასოციაციური კავშირების აღდგენას და ახალი კავშირების ფორმირებას. ბიოფიდბეკის გამოყენებით ხდება შეუცნობლად გადაცემული ინფორმაციის გაცნობიერება თავის ტვინის ქერქის დონეზე, რაც იძლევა წარმოდგენას მოძრაობის პროცესში კიდურის მდებარეობის შესახებ. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს აღდგენითი პროცესის სწრაფ და ეფექტურ მიმდინარეობას. ჰენდტუტორის პროგრამა წარმოდგენილია სპეციალური კომპიუტერული თამაშებით, რის ხარჯზეც იზრდება პაციენტების ჩართულობა და мотивация. მკურნალობის პროცესში პროგრამა ინახავს პაციენტის ყოველდღიურ მონაცემებს. ჰენდტუტორის პრაქტიკაში დანერგვამ აჩვენა ბიოფიდბექ მეთოდის ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული მდგომარეობის დროს, როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა რეაბილიტაციაში.